15 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ. საქართველოს ეკლესიის მეთაურის მისასალმებელი წერილი ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. მოგესალმებით ყველას და მინდა წავიკითხო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის მიმართვა. პატრიცემულო მინისტრო, ძვირფასო მამებო, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებო, ძვირფასო პედაგოგებო, სტუმრები. დღეს მეტად სასიხარულო მიზეზით შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს ღირებულებითი განათლების კლუბების პროექტს. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ ამ თანამშრომლობით განვლილი გზა, ერთად გავიხაროთ იმ კეთილი ნაყოფით, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ გამოიღო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გვაკისრია. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენს თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდობისათვის მყარი, სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე ჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობთ ამ მიმართულებით. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ათასობით მოზარდს ეძლევა საშუალება სასკოლო გარემოში ჩაუღრმავდეს ზნეობრივ და ქრისტიანულ ღირებულებებს და შეძლოს ცოდნასთან ერთად ისეთი ღირებულებით ცხოვრება, როგორიცაა სიყვარული, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანაგრძნობა და მოყვასე ზრუნვა. სწორედ ეს იყო პროექტის თავდაპირველი მიზანიც. ამ საქმეში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და თავდადება განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან სწორედ ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ. პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და ძლიერდება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები თვალნათლივ აისახება სასკოლო გარემოზე. ხედავთ, როგორ იქმნება უფრო ჯანსაღი, თბილი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია. იმედს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა, რომელსაც პროექტის მონაწილეებისაგან, მოსწავლეებისაგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირებისაგან ვიღებთ. წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. პროექტი ეპარქიებშიც წარმატებით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან მასში ჩართული ეპარქიების სამღვდელოების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა გსურს გადაუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის ყველა თანამშრომლებს, რომელთაც თავის დროზე სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მცდელობა მოზარდთათვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომლებსაც სამყაროში უდიდესი კაცთმოყვარეობით აღსავსე ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რათა ღირებულებითი განათლება სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა თქვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში, ღირებულებითი კლუბების დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონირებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ნეტარხსენებული კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ დღეებში მათ გამოავლინეს განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ეკლესიის მიმართ. მოგეხსენებათ, უწმინდესი საფლავთო განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვისა და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში დიდი პასუხისმგებლობითა და თავდადებით მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გულითადად მადლობას გიხდით ყველას თავდაუზოგავი მსახურებისა და შრომისათვის, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას მომავალშიც ეყოლება ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულებებზე აღზრდილი მოქალაქეები. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახარო და გაგაძლიერო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა შიო მესამე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი ყუდუხაშვილი. წარმოდგენილი იყო სკოლებში ღირებულებითი განათლების პროგრამის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებიც. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები. დღეს შევიკრიბეთ, რათა განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოუხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, დრო და დაუღალავი შრომა ახალგაზრდა თაობის განათლებას და აღზრდას მიუძღვნა. საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ღირებულებითი განათლების პროგრამა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი ფასეულობების განმტკიცებას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, პატივისცემა, თანადგომა, მოქალაქეობრივი ცნობიერება და სამშობლოს სიყვარული. ამ საქმეში კი განსაკუთრებული როლი თქვენ ღირებულებითი განათლების კლუბების ხელმძღვანელ სასულიერო პირებს მიგიწვით. დღეს პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმატებით ხორციელდება. მის ფარგლებში 151 სკოლაში ფუნქციონირებს 175 ღირებულებითი განათლების კლუბი, რომელშიც 4375 მოსწავლეა ჩართული. ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ გახლავთ. თითოეულის უკან დგას მოზარდი, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, განივითაროს სწორი ღირებულებები და ჩამოყალიბდეს საზოგადოების ღირსეულ წევრად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამის განხორციელება აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. დღეს 8 ონლაინ კლუბში 160 მოსწავლეა გაერთიანებული, ხოლო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორის ბავშვებისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების 7 ჯგუფში 100 არასრულწლოვანი სწავლობს. ეს საქმიანობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საქმეც არის, რადგან ის ხელს უწყობს ქართული ენის, კულტურისა და საერთო ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს, იმ თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენთ. თქვენი საქმიანობა სცილდება არაფორმალური განათლების ფარგლებს. თქვენ ახალგაზრდებისთვის ხართ მრჩევლები, მხარდამჭერები, მისაბაძი ადამიანები, უფროსი მეგობრები. პროგრამა კვლავ ვითარდება და ფართოვდება. მე პირადად, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურად მაქვს მზაობა და მინდა რომ მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შეუწყობთ ხელს, რომ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს. უკვე გადამზადებულია დამატებით 129 სასულიერო პირი, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან ღირებულებითი განათლების ახალ კლუბებს გახსნიან. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს შესაძლებლობას განვითარდეს ჯანსაღ ღირებულებებსა და პოზიტიურ გარემოზე დაფუძნებული განათლების მეშვეობით. დღევანდელი დაჯილდოება არის ჩვენი დიდი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულება თქვენი მნიშვნელოვანი წვლილის მიმართ. თქვენ მიერ გაწეული შრომა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ქვეყნის მომავალი თაობა შენდება. გმადლობთ ერთგულებისთვის,
პასუხისმგებლობისთვის და იმ კეთილი საქმისთვის, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აკეთებთ. გისურვებთ წარმატებებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში და არ შემიძლია ავთქვა, რომ ეს პროგრამა არის ჩვენი სამინისტროსთვის მართლაც გამორჩეული და საამაყო პროგრამა. და ამ პროგრამის ღირებულებითი ნაწილი არა მარტო თავის შინაარსში, არამედ იმაშია, რომ ჩვენმა უსაყვარლესმა აც განსვენებულმა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ თავისი ლოცვა კურთხევით დალოცა ეს პროექტი და ეს პროგრამა და ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ მაშინ თანამოსახდრემ ის სათავეში ჩაუდგა ამ პროგრამის განხორციელებას და თვითონაც ყოველთვის და მის მიერ გამოგზავნილ წერილშიც ჩანს ეს დამოკიდებულება, ეს განსაკუთრებული მიდგომა, იმიტომ რომ დღეს, როდესაც საქართველო აღნიშნავს აქრისტიანების 1700 წლის იუბილეს. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი და დიდი გამოწვევების წინაშე დგას თითოეული ქვეყანა და ქრისტიანული სამყარო. ამ დროს ღირებულებით განათლებას კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს იდენტობა, შეინარჩუნოს ტრადიციები, ის ღირებულებები, რომლითაც დღემდე მოსულვართ, რომლითაც ვამაყობთ და რომლითაც უნდა გაგრძელდეს საქართველოს არსებობა და ქართული ხალხის არსებობა, სწორედ აი ამ ღირებულებების სწორი სწავლება, სწორი ადამიანების მიერ არის ყველაზე ფასეული. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი სამინისტროს კარი ფართედღია ამ ურთიერთობისთვის და რაც უფრო მეტი ადამიანის ჩართვა იქნება შესაძლებელი ღირებულებით განათლებაში, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. ჩვენ არ დავიშურებთ არც ხელშეწყობას, არც ფინანსურ მხარდაჭერას, არც ნებისმიერ აქტივობას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის ხვალინდელი დღე. ამიტომ აქ განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო შედეგს მოგვიტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის. ძალიან დიდი სიხარული არის დღეს, როდესაც ვხედავთ შედეგს იმ შრომისა, რაც გასწია საპატრიარქომ ჩვენმა სამსახურმა, მამებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს პროექტი მართლაც ორი პატრიარქის კურთხევით არის დაწყებული და მე მინდა გავიხსენო 2014 წელი, როდესაც განათლების სისტემის პროექტებში აღმოაჩინეთ საგანი მე და საზოგადოება და დავიწყეთ შესწავლა იმ პრობლემატიკის, რაც ამ საგანს თან ახლდა. ამას ვიხსენებ, იმიტომ რომ სრულიად რადიკალური ცვლილება გვაქვს 10 წლის თავზე. 2024 წელს ჩვენ უკვე არა თუ ნეგატივი გავანეიტრალეთ იმ საგანში, რაც იყო გაშლილი, არამედ ქრისტიანული ღირებულებების დანერგვა დავიწყეთ სკოლაში. მადლობა მინდა მოვახსენო განათლების მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს, მოადგილეს ქალბატონ თამარ მახარაშვილს და ყველა თანამშრომელს, ქალბატონ ლალის, ქალბატონ ეკას, იმ ხარდაჭერისათვის, რომელიც ამ საგნის დანერგვაში აღმოგვიჩინეს. შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად მიგვეტანა მოსწავლეებამდე ეს ღირებულებები. რომ არა, გაგებით მოპყრობა, შესწავლა და ამოცანების ზუსტად განსაზღვრა, რა ამოცანები უნდა ქონოდა ამ საგანს. დღეს ჩატარდა ღირებულებითი განათლების შემაჯამებელი ღონისძიება, შევაჯამეთ გავლილი სასწავლო წელი და ძალიან აღმაფრთოვანებელი შედეგებით დავამთავრეთ. ამ ეტაპზე ჩართულია 151 სასულიერო პირი და 4300 ბავშვს ემსახურებიან ისინი. ასევე 129 სასულიერო პირი ელოდება უკვე სექტემბრიდან, რომ გახსნას ეპარქიებში ღირებულებითი განათლების კლუბები. ასევე განვიხილეთ კვლევის შედეგები და ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებიდან იყო ის, რომ მოსწავლეები ერთხმად ადასტურებენ თუ როგორ შეიცვალა მათი ღირებულებები სასულიერო პირის მისვლის შემდეგ სკოლაში. და ასევე სასკოლო საზოგადოება მთლიანად ძალიან დადებითად აფასებს. ძალიან დიდი მოთხოვნა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომ გაიხსნას ღირებულებითი განათლების კლუბები და მშობელთა ჩართულობა გაიზარდოს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები, პედაგოგები და მხარდამჭერები. დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღე არის ჩემს ცხოვრებაში. საპატრიარქოში შედგა ღირებულებითი განათლების კლუბის პროექტის, რომელიც საჯარო სკოლებში ხორციელდება, შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ერთგვარად მოხდა შეჯამება გამვლელი წლისა, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროექტებში მონაწილე მოსწავლეები და მათ შორის დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც ერთგვარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ღირებულებით განათლების ამ შესანიშნავ საქმეში. და მათ შორის აღმოჩნდი მეც და მინდა ვთქვა, რომ იქით მაქვს მოსახდელი მადლობა, რომ ასეთ შესანიშნავ და მართლა ღირებულ პროექტში ვარ ჩართული და ამ ბავშვებთან ურთიერთობამ, იმ 359 ბავშვთან ურთიერთობამ, რაც ამ 2 წლის განმავლობაში მე მიწევდა, ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება, უფრო გამოაცოცხლა, უფრო გახადა ღრმა, შინაარსიანი, ლამაზი და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია მეორეს, ჩვენს ახლად არჩეულ პატრიარქ შიო მესამეს, რომელთა კურთხევითაცა და ესე იგი დაუღალავი ღვაწლითაც ეს პროექტი ფუნქციონირებს. მადლობას ვუხდი ასევე ერთ ძალიან განსაკუთრებულ ადამიანს, მამა გურამ ჭარელაშვილს, რომელიც, რა ვიცი, გამორჩეული ადამიანი არის, ადამიანი, რომელსაც შეუძლია აღგზრას კეთილი საქმისთვის და მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოგასვენოს, რომ მთლიანად დაიხარჯო კარგი საქმის სამსახურში და კიდევ ერთხელ, რა ვიცი, აღნიშნავ, რომ შესანიშნავი დღე არის ჩემს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა ღმერთს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული არის ამ პროექტში. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ძალიან დიდი სიურპრიზი იყო დღევანდელი დღე ჩემთვის. ვარ ბედნიერი, უზმოდამაყი, იმიტომ რომ ნამდვილად დიდად დამაფასეს იმ ღვაწლისთვის, რაც მამა ნიკოლოსთან ერთად გავიარე. 2 წელიწადია უკვე უძღვებით ამ ღირებულებით კლუბს 79 საჯარო სკოლაში. ყველა გვერდით გვიდგას, არის 3 ჯგუფი ჩვენი სკოლიდან, კვირაში 3ჯერ ტარდება ეს ღირებულებითი განათლების კლუბი. ბავშვებში დიდი მოწონებით სარგებლობს, უზომოდ უყვართ ჩვენი მოძღვარი. დირექცია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ აქტიურები იყვნენ, ჩართულები იყვნენ და ის პიროვნული ღირებულებები განივითარონ, რაც ზოგადად ამ წამოწყებას და აი ამ ინიციატივას აქვს. განათლების სამინისტროსგან არის 100%-ით მხარდაჭერა, იმიტომ რომ გვაქვს ხოლმე დამატებით კიდევ რაღაცა ესეთი აქტივობები, რომელშიც გვჭირდება ხოლმე რომ დამატებით ჩაერთონ ისინიც და არასოდეს მათგან წინააღმდეგობა არ მიგვიღია. საპატრიარქო მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ეს პატარა თაობა, რომელიც იზრდება და უნდა შემდგომში უკვე ცხოვრების ახალ ეტაპზე გავიდნენ, მაქსიმალურად იყვნენ მაღალი კომპეტენციის მქონე, კარგი მოქალაქეები, კარგი პიროვნებები და მე ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებლად უნდა ხელი შეეწყოს მაქსიმალურად ამ პროექტს და მარტო ჩვენი სკოლა არა. თითქმის საქართველოს ყველა სკოლა მოიცვას და მივესალმები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომავალ წელსაც აი ეს ჩემი ჯილდო, რომელიც დღეს მივიღე 100%-ით გავამართლო და კიდევ მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას მჯერა. დიდი მადლობა მამა გურამს, დიდი მადლობა ქალბატონ ანის და ჩემს მოძღვარს და არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, იმ 100 მოსწავლეს, რომელიც ასე ერთგულად არის ამ კლუბში ჩართული. მე გახლავთ არ 71 საჯარო სკოლიდან, ჩვენთან ფუნქციონირებს პირველივე წლიდან ღირებულებითი განათლების კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს დეკანოზი გიორგი ყიფშიძე და ძალიან აქტიურად არიან ბავშვები ჩართული ამ კლუბში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ასევე ისეთი აქტივობები, რომელიც მასშტაბურია და შესაძლებელია, რომ სხვა ბავშვები ჩაერთონ, სკოლის სხვა ბავშვები, ასევე სასკოლო თემის სრულად ერთვება მათ შორის მშობლებიც, სხვა მასწავლებლებიც და ძალიან ხალისიანად უერთდებიან და მთელი ენთუზიაზმით ღირებულებითი განათლების კლუბს. ეს უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა და ამისთვის უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო მის უწმინდესობას, რომ ეს წამოწყება ბოლომდე მიიყვანა და ხორცი შეაცხა და ასევე განვითარებადია მომავალი წლებისთვის. ღონისძიების ერთი ნაწილი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოებას დაეთმო. ესეებისა და ვიდეო კონკურსების გამარჯვებულები გამოავლინეს. ღირებულებითი განათლების კლუბის მეშვეობით ჩვენმა სკოლამ დეკანოზი მამა ივანე გორელიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ორივე კონკურსში პირველი ადგილი მოეპოვებინა. ეს კონკურსი ხაზს უსვამდა ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს, რაც არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაივიწყოს და არც ერთმა ბავშვმა.
და მადლიერული ღირებულებითი განათლების კლუბის ჩვენ ღირებულებითი განათლების კლუბის მეშვეობით ვახორციელებ ძალიან ბევრ პროექტს, რომელიც სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 9 აპრილს ეხებოდა ჩემი თემა მამა ნიკოლოზმა შემოგთავაზა სურვილისამებრ, ვისაც ჰქონდა სურვილი, შეეძლო დაეწერა 9 აპრილთან დაკავშირებით თემა. არ მოველოდი პირველ ადგილს და პირველ ადგილზე გავედი, ძალიან გამიხარდა. მეც და ჩემ თანატოლებსაც ეს პროექტი ძალიან მოგწონს და სკოლებში რომ არის მიღებული, ჩვენთვის ერთგვარ განტვირთვა არის, რადგან საუბრობთ ღირებულებებზე, სიყვარულზე, ოჯახისადმი, მეგობრებისადმი და მეც და ჩემ თანატოლებსაც ძალიან დიდი სურვილი გვექნება, რომ კიდე გაგრძელდეს და ჩვენ მამაოსთან გვაქვს ამაზე საუბარი. ღონისძიების დასასრულს ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სასულიერო პირებმა ტრენინგების კურსი წარმატებით გაიარეს და სხვადასხვა სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბები სექტემბრიდან უნდა დააფუძნონ. ამ მიზნით 129 პირი გადამზადდა. პროექტს ბოლნისის ეპარქიაც შეუერთდა. მადლობა უფალს, მადლობა ჩვენსაც გაცნეულ პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს პატრიარქს შიო მესამეს და ჩვენს მღვდელმთავარს მეუფე ეფრემს, რომ მათი ლოცვა კურთხევით საშუალება მოგეცვა ბოლნისის ეპარქიის სამღვდელოებამ 2 ეტაპად გავიარეთ ეს სწავლება. დღეს გადმოგვეცა სერტიფიკატები და პირადად ჩვენთვის, ჩვენი ეპარქიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ბავშვები ბოლნისის რაიონში მაცხოვრებელი და სკოლები ამ დღეს მოუთმელად ელიან და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სექტემბრის თვიდან შევიდეთ და მოვიცვათ როგორც ქალაქის, ბოლნისის, ასევე რამდენიმე სოფლის და დაბა კაზრეთის სკოლები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის უნიშნულოვანესი წამოწყება და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება აი ამ დიდ ასე რომ თქვა საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობის. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 4400-მდე მოსწავლეა ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლებში დაფუძნებულია ღირებულებითი განათლების კლუბები. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.